სალამი ძმდებო მოგესალმებით. ცუდი ხელოსნის არხზე აი ამ ჯოჯოხეთიდან წყალი წარღნა. თუმცა ამ ადგილის გაკეთება ჯერ არ დაგვიწყია ჩვენ. ჩვენ დავიწყეთ წინაზე ბეტონჩიკი რო ჩავასხით. აი აქეთ სიმწვანე დავაგეთ. გახსოვთ ხო აქ სარელის იყო. ეს არის კოინდარი მოვიტანეთ კვადრატულში რომელიც 19 ლარი მივეცი. და გადავაგეთ. არ ვიცი სატესტოთ, იმიტომ რომ ზამთარშიც მწვანეა და მინდა რომ ზამთარშიც მწვანე იყოს. ეხლა ადაპტაციის პერიოდი აქვს, 8 დღე გასულია, ყოველ დილა-საღამოს ბევრს ვწყავთ, რომ ეს ჩაჭიბჭიბდეს და ჯეჯობით განხმობა არ დაუწყია. იქით არის, რა ქვია იმას, წითელი ის არის, რაღაც ფურდღნა თუ რაღაცა ქვია. ეგ დავაყარეთ 40 ლარი და მეგონი 15 კილიანი დიდი მეშოკი იყო და არ მეყო აქეთ, ცოტა კიდე უნდა დავამატო. დაახლოებით 5 მეშოკი იყო, 5 ჯერ 200 ლარისა, 300 ლარისა უნდა და ზევით, მაგრამ სამაგიეროდ გამოკვეთა სიმწვანე. ეხლა ამას რაც შეეხება, ეს ვიყიდე კიდე. რატო მოდი ეს არის რა ქვია ამ ქვასში. დამავიწყდა. ბერძნული მარმარი არ არის. ეს არის ჭადის სახელი რომ დაგავიწყდებათ. ტრავერტინი. ეს არის ტრავერტინის ქვა, რომელიც ვიყიდე, წამოვათრე, რომ ამ ზედაპირებზე გადავაგო, რა, იმიტომ ეს რო წვიმს, ფერს იცვლის, ძალიან ლამაზია რა. წებოცემენტი გამოვიყენეთ, ძვირიანი წებოცემენტი უნდა გამოვიყენოთ. 70 ლარი, 60 ლარი მე წებოცემენტში. აქ ბევრი წაიღო, იმიტომ არასწორად დაასხეს ეს ბეტონი და თავი არასწორი იყო და ამიტომ წებოცემენტით გავასწორე და ისე დავაგე. აი ის რო არ მოხდეს ხოლმე მე უცებ წებოცემენტი და რო ზრება და დაბლა 3 ლარიანი წებოცემენტი შევა სუფთად ესე მოპრიალებული და ზევით ფილა რო გჭირდება, ეგრე რო არ მოხდეს ძვირიანი წებოცემენტი ყინვაგამძლე, რომ ზამთარშიც იმუშაოს და ეხლა ამაზე რო ვიხტვამ, არაფერი არ მოვზდის რა. ისედაც სიმყარე აქვს. აქეთ ეს არის, აქეთ ეს არის. ეს თითქმის გაკეთდა ეხლა უკვე რა. სალამი ძმდებო, ისე და ისე დომინოში მოვედით, ოღონდ ამჯერად კარგი ინფორმაციით. არაფერი მიგაქვს, პირიქით თქვენთვის მოგაქვს. დომინო გახდა 11 წლის და კი იცით 11 წლის რო ხდება კომპანია, ფასდაკლებებს უბრახუნებს ხოლმე რა. ამ ეტაპზე დომინოს აქვს დიდი ფასდაკლებები 17-დან 19 ივლისამდე. 17-19 ივლისი შუაშიც პერიოდი. განათებებზე იქნება 60%-იანი ფასდაკლება, ავეჯზე 25%. მოიცა ჩავხედავ, იმიტომ რომ არ დამავიწყდეს. რამე არ გამოჩეს. ბაღის მოვლა პატრონობაზე იქნება 25%, კარებზე 25%, ინსტრუმენტებზე 55%, სანტექნიკაზე 40%, სამშენებლოზე 30%, იატაკის საფარი 30%, ფილებზე 40%, საყოფაცხოვრებო ნივთებზე 50% და დეკორზე 40%. ანუ სანამ ზაფხულზე და ვინმეს რამის მოსწრება გინდათ, კაკრას შუა სიცხეში დაემთხვა დომინოს დაბადების დღე და ხელოსნები მართლა ესე ზიან და ელოდებიან. როდის დაურეკავთ და ეტყვით, რომ დომინოდან წამოღებული 50%-იან ფილებზე შეიძლება ხელოსანმა წაგართვათ ის დანაზოგი ფული. არა უშავს, მაინც იაფი გამოდის. ეხლა შევიდეთ შიგნით და ავიღოთ ისინი. ის მინდა ბიჭო. დეკორის დასამაგრებელი, გიჟების სილიკონი, გიჟების წებო ხო არის? გიჟების სილიკონის ყოფიო. ვაფშე ეს რა ის სახელწოდება არის, არ ვიცი. მოკლედ ფასდაკლებები იქნება აქაც კერამ გრანტებზე. ეხლა წეს ვიდეო უნდა იყოს იქაც და იქაც. რა, ეტყობა უკვე მზადება მიდის რა, აქეთ შეუხვევ დათო. მზადება უკვე მიდის, იმიტომ რომ შტაბელებად გამოაქვს რაღაცები და დებენ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ძალიან აქ თხოვს ყველას ეყოფა და კონსტრუქციულად მაღალ ფარდოვნად თუ შეიძლება მიბოძეთ და ეგრე რომ ავიღოთ და თორემ მეც ვიქნები მაგომში ჩაფლული და ძალიან აქ თქოს, აუ გარე განათებები მინდა. ეხლა, მაგრამ არ ვიყიდი, იმიტომ რომ განათებებზე ფასდაკლება იქნება დათო. აუ დღემდე დაველოდები. გაიგე? დილით რა მოვიდე ადრე ჩემი რომ მოვასწრო. რა, იმის ლედი მინდა ბიჭო და რომელი ლედი ავიღო? წყალგამძლე თქო, ეს ხო არ ავიღო. ეს არის 10 მეტრიანი. ეს რატო? აქეთ ანათებს რა ჩამოსხმულია. ხო, ხდები. ეს ოღონდ ეს დასამაგრებლად არის ცოტა რთული. მაგას ის მოვიდა. აი ეს ჯობია. იმაში რომ ჩააყოლე. რას? პროფილში. პროფილი ხო უწევს, ყველა ვარიანტი შეიძლება ხო ვერ გამოვაკრავ. რატო ვერ გამოვაკრავ? აზდურება. რატო აზდურება? არასდროება? არა, შეჭი.
მე მგონია არა, მეორე ვარიანტია ამეებით ვამაგრო. შენ ძახიო ვაფშე ისავდურთო? ლედი რა. RGB. მაშინ სტრიპს ლედები უნდა გაუხო. ასევე ბაგის სექციაში იქნება ფაზნაკლებები სიმწვანეებზე, აუ რა ლამაზი ქოთნებია. მაგრამ მევასებ ეს. ის რა არის ბიჭო? რა ლამაზად არის ჩახვეული. 670 ლარი. ეგრე უნდა გქონდეს 600 ლარიანი ჩახვეული ჯიბეში. და თუ მოიტო ამის წარმოება დავიწყოთ, ჰა? საყვავილი. მე გეტყვი. 3D პრინტერი იუ და შნო შეღება. მაგრამ ეგრე არის შეღებილი, ბრიზგით არის იმითი. შეღებილი არის. ახლა ეს შეგიძლია. просто ნახატი რო სხვა იყოს ეგეთ. ზაღლები რო არ იყოს რა. როგორ? ამან ხო ბევრი ძაღლი იყო. ორი. ზაღლები რო არ იყოს ეგეთი არ არის? ეგრევე აკრა. აბა მეტაბოსის წინ, ეს იყიდეთ ბიჭო, მართლა გეუბნებით. გეფიცები? ეს შეჩემ რა, ეს არის იმენა ადამიანი. და თუ ის ხო ტოკარი ნიჩარხი. ჰა? ნუატიანია. ეს იმისა მოაჯირები. რატო? ნუ გააჩნია, ეს არის კაი. ჩიპაჩი. ბიჭო, რკინასაც რო ამუშავებდეს, კარგი იქნებოდა რა. ეს ამაზე იძახი, ხო? 3125 ლარი. ესეც არის, ბიჭო, ეს ციგივი არის, просто პრინციპი ვერ არის. ესეც ციგივია შეჩემო, ვექტორი. просто პრინციპი ანუ აქედან ჰაერი შედის, მაგრამ რა საფრთხებს? მე მგონია რომ სკელი ბრიზგი როა. ანუ ეს ბრიზგსაც საკაიფოთ იმას იზავს. ფასებს ვამოწმებ ვიდეოში, მე რა ეღირება რა. ეს არ არის ცუდი. просто ეს განიერჯობია. რატო? უფრო მეტი ის წერტილი. მაგრამ აქეთაც რა გაქვს? ოპა. ის რა? ჩემი რაღაცის სალესია. რა არის ბიჭო? სალესი ალბათ რა რაღაცის. ეს რომელ აძინდომაში არ არის? როიშია. ადოლში რო არის. ეხლა დღეს რატო შევიკრიბეთ? დღეს PVC პანელებისთვის შევიკრიბეთ, რომელიც იდეაში ეს PVC პანელი დეკომარტი შეგვეხმიანა, რომ ჩვენ გვაქვს ბიუჯეტ უფასათო და მეგონი ეს გირდა 40 ლარი ძალიან სქელი არის, აი ამას არაფერი არ მოუვა რა, რაღაცები ხო ხომ ფარღალალო. ეს არის ძალიან სქელი, ნებისმიერ ამის შესაფუთად გამოდგება. ამასაც შევფუთავდი რა. შემდეგი ლოკაცია არის დეკომარტი რა, სადაც იდეაში ყველაზე იაფად არის ეს დეკორის პანელები, რაც არის, რაც ვაკრავთ. ყველაზე სქელი ხარისხი ხა უნდა ავარჩიოთ და განახოთ იდეაში გარე გამოყენებისთვის რა გვაქვს რა. მე დაუბარტერე, მაგრამ ფასი იდეაში საბოლოო ჯამში მაინც იაფი გამოდის აქ რა ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ მარტივად თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ რაღაცებს რა, ხარისხი და ის. ჩვენ ვიმყოფებით დეკომარტში, რომ აჯი აქ ვიყავი. ესენ გააწყოთ ამაზე უარი მითხეს რომ ის არისო შიდა. ხო და გარე არის ორნაირი რა, გამძლე. ესა თხელზოლიანი და მეორე არის ღრმა თითი რომელიც ჩადის რა. ეს ღირს 62, 5 კვადრატია ეს, ხო?
განიერი არის, ხო, ერთ კვადრატზე ოდნავ ნაკლებია. 0,6 ღირს 60, მაინც ძვირი გამოდის, იმიტომ რომ ეს გამოდის 90 ლარი 1 კვადრატი, ოღონდ კვადრატი, რო დაითვალოთ 10 კვადრატი თუ გინდათ 90 ჯერ 100 ლარია. ბიჭო, ამაზე გეუბნებოდი რა, ესეთი არის და ძირს დაგება ამისი. ესე აქ ვინც მოაქვს ცუდი ხელოსნის სახელით ნებისმიერ ამაზე 5%-იან ფასდაკებას მიიღებთ, იმიტომ რომ ისაც დაბალი ფასია და ზევიდან 5%-იც რაღაცაა რა. თუ დიდ რაოდენობას იღებთ იდეაში უკვე ეთყობა. ხო და აუზზე ესენი მეუბნებიან, ეს არის გარე პანელი, ხო, აი ეს. მე ვიძახი რომ ეს სტრუბა კვადრატზე რო კარგად გაანაწილო, ესე რო დაუდო, ეს იმუშავებს. ეს არის კედლის პანელი, ესენი მეუბნებიან კედლის პანელი და მე ვიძახი რომ იატაკად იმუშავებს თქო. რა მოკიდე ხელი და მიხვდები შეჩემა. ეს მოკლე მანძილზე და აბა მთლიანია იყო მთელი სიგრძე არის. მოიტა ჩამოხსნათ აქედან, ხო არის? ეგრე არ გადაიწეცე. არა, ბიჭო, ეს მინა არა. არა მე ეს სტრუქტურა რომ შეინარჩუნო. ახლო დაუდო ტრუბა კვადრატები რა. გეტყვი ბეტონი გადაასხა და ბეტონზე დააკარი. პირდაპირ დაკვრით ხო? ანუ იმენა ნედლ ბეტონზე რო დააკრაში. არ უნდა ნედლი ბეტონი, არ უნდა. просто წებოცემენტი გამოუც და დაალაგე. ხო, ეგრე იზოს. რა. 53 ლარი. ის ღირს ერთისა და ეს კვადრატული 100 ლარი გამოდის. ის ღირს 1 წალი. ეს რა მოატრიალო და ბეტონზე და რა. ხო, ანუ წებოცემენტი თუ იზოს ვიზაბა. просто რომ დაალაგო, მაინც არაფერი არ მოუვა. იმიტომ რომ სტრუქტურა ნახე როგორი აქვს. ერთმანეთში შდება და ის ამაგრებს და ამაზე ფიზიკურად ვერ დაადგა ისე ფეხს რო ჩავმონო. ეს მანძილის შორს რა მნიშვნელობა აქვს? ესე იღუნება ეს. ესენი იჭერს. ანუ ეს ხო რა იყოს? აქ თუ ვერ ჩაღვუნე, აქაც ვერ ჩაღვუნე, იქაც ვერ ჩაღვუნე. საერთო ჯამში იღუნება. ეს მე არ მომწონს, იმიტომ რომ დიდი ღრიჭო აქვს რა. და ეს არის ყველაზე კაი. ვაფშე ხა ვფიქრობდი ეს ხო არ უნდა ყოფილიყო თქო. არა, კაი იყო. ეს ასკარ. ხო, თუ ეს. ეს. B14 არ არის. B14 დაჟე მახსოვს. ხო და დანარჩენი კითხვით რა. აქითაც რა კედლის პანელები და უფასო მიტანა. ყველაზე მთავარი რაც. ყველაზე მთავარი ფასია, მაგრამ ეს არის კედლის პანელები, რომლებიც შეგიძლიათ დიდრების სახს დაამსგავსოთ. ეს ვისო ვიღაცები რომ აფრიკიდან მოათრევენ ქვებს, შეგიძლიათ დეკომარდან წაასწრიოთ და 70 ლარად ფოე სახში ისხოროთ. მაგრამ მარტო თქვენ გეცოდინებათ რომ უკან პლასტმასი გაქვთ. აი ლაქშერი ცხოვრება 78 ლარად. ახლა გეუბნე. 90 ლარად უფრო ლაქშერი ცხოვრება. შენ გემოვნება თქვით რომ იაფათად შეგიძლია დიდას დაემსგავსო რა. აიგე. ეხა ეს ამას გამოვიყენებდი თავიდან რომ ვაკეთებდი რემონტს მოიჭველი კედელზე რა. ოღონდ დეკორში ჩავსავდი. ეს ძალიან მყუდროს ხდის მე რა. შიდაო, მაგრამ მე ვიძახი რომ გარეთაც გაუძლებს თქო, იმიტომ რომ სად არის ამის ამონაჭრელი? მოიცა მოვალ დავით. აი ეს არის რა მასალა. რა უნდა მოუგვიდეს? გარედან შეიძლება გახუნდეს. ხახა შიდა არის, მაგრამ ამას სილიკონში აზილე, ფერი მიეცი და ის სილიკონი გადაუსვი. საღებავი, ხო იცი? სულ რა მოუვა. გამძლეობას იმას. შიგნიდან საღაში წავს და არაძვრება. იმიტომ რომ ის არის რა. ეხლა საბნებს ვის გინდა, ფაქტურა კაი აქვს. არ უნდა შეეხო პროსტა. თუ შეეხეგრე მიხვდები. რაზეც მეოდი, ყველაფერზე მეუბნება ხოლმე რომ შიდა ინტერესია გარეთ არ გამოიყენო და მე პირიქით ვაკეთებ ხოლმე. და მე გამოდის ხოლმე რომ გამოდგება ხოლმე რა. ზრეკადი ხა წავიღე ეს ამის მაგივრად. ეს ციგივია რა, პროსტა თხელია და ესეთ ზედაპირებზე შეგიძლია ესე რომ ეს ხა კაი არის აქ რა. ესეთი ხდება. ბიჭო, მე ხო ეს არის. ხო, ზედაპირზე ეს თხელი არის, ესეთ კი არ არის. ქაღალდივით არის რა, ანუ ქაღალდივით რა ეს ფერი. გათხოვა უნდა თუ როგორ არის? არა, ბიჭო, მოძრაობს. გადაკეცე იღლიაში ამოიღე წაიდე. სად არის აბა ნიმუწი? აი შეჭ. აი. ეს არის რა.
ოღონდ ამისგან არის დამზადებული რა, მართლა ეს ხო არის დაფხვნილი, ხო? ტრავერტინი. ტრავერტინი არის, ხა მე ხო ვიყიდი ნაღდიქვა. შეგიძლია ეს აიღო კუთხეები ჩამოულეს და ვითომ ეს არის რა. აიგე. მე პროსტა იმიტომ ვიყიდე ნამდვილი ხო რომ ტრაქს ვდებ თუ არ ვიგზეინო ხო არის ცუდად ხვდები მართლა. აქითაც არის იაფიანი ვარიანტები. იმაზე ბიუჯეტური 23 ლარი რიქს ეს. ეს ძალიან არის ცუდი. პროსტა ეს არის შიდა. აი ეს მე მგონია რომ გარეთაც გან. აი ეს. ძალიან მყუდრო რაც არის შიდასთვის რა. ისინი მრგვალებია, მრგვალ ფორმებს არ ვაღიარებ. ესეც ისე. ბიჭო შეიძლება რა, კარგად. კაი გემოვნება გინდა და ყველაფერს დააწყობ. ლოკაცია აქ არის დაბლა ჩაგდებული. აღწერაში იქნება ლოკაცია სად არის. ცუთ ხელს თუ ეტყვის 5%-იან ფასდაკლებას მიიღებ და აბსოლუტურად ყველა შენზე მიტანა უფასოდ. ინსტალაცია სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ შედის უფასოდ. მე შემიძლია კვადრატულს ვაგებ 12 ლარად. დიდი პანელები იაფია 12. 25 ლარად. ორი დღის ვადაშენი მიტანა. და თვლის მასშტაბით არის უფასოდ. ხარისხი იდეალურია მართლა. იმენა ეფრო 100%. ხო ეგრეა დათო. ანუ ატოჩაიში ხო შეიძლება რომ ჩავდგე, ხო? ტოლოფასი ძალიან კაი და თქვენ თვითონ ნახავთ იდეაში მაგას რა და. აქეთ იდეაში ეს ბოდიში რა გახუნდა ეს რესტავრაცია აქ ამებს გასაკეთებ. აი ეს მთლიანად უნდა შევფუთოთ. ოღონდ ამითი არა, გრძელებით ეხა ეს დაახლოებით ზომა მოუჭერი. აი აქ მთლიანად უნდა შევფუთოთ. ეხა ვფიქრობთ როგორ შევფუთოთ. ორი ვარიანტია. ერთი ვიყიდე გიჟების სილიკონი, გიჟების წელსაც. აქ შემიძლია დავადო და ეს მივადო და წესი დასა დაწავა და დაიტოვებს ეგრე და დაიჭერს სილიკონი. ან მეორე ვარიანტია ესენი ჩავხრიტო, რომ შურუპი ჩაჯდეს შიგნით, შურუპი არ მაქვს ხა. დიდი ალბათობით პირველად და ტრუბა კვადრატებზე დავსვა. ანუ აქ ტრუბა კვადრატი გაჩერდება, დაბლას ტრუბა კვადრატი დადგება და ამაზე მე დავაშურუპო. და სილიკონები აქ-აქ გავუკეთო, რომ სიმყარისთვის ორივე ერთნაირად დაიჭერს რა. ამას ახ გამოვიტან. ესა ხაშურიდან ვათრიე ესენი. ლაკი ამას ესვა ლაკი და ეგრევე მივხვდი რომ რაღაცა ნიტო იქნებოდა რა ეს ლაკი მალე იწება ამას ჯობია რომ ზეთი წაუსვა ის ჩვენი ზეთი რო გვაქვს და გაძლებს ენდი გაიწიე ჰა ჩემო ბაძაძა აი ხა ეს უარესი არის მე რაღაც ლაკი რჩება ვეღარაცლი იმას და просто ის ზეთი ძვირიღი ის ახლა აი ხა უყურე ახლა აზომები გვინდა რა აქ ამიდის აქამდე რო აქ რო გადაეგება მერე იმის თავს გოგოზე ტრანსმიტერის მაგივრად მეგონი მეტრიანი ჯობია რა მეტრიანი ჯობია მაგ მეტრიანი აქ მაგ შეგონი აი შემოვაწყე ხო აქ რა აქ საჭრელი რომ მინდა ეხლა ესენი პლასტმასები არის იაფიხირდა პროსტა ორფიცას ჩადებ შიგნით და იმენა მყარი და ეს გადასადებად ის დანარჩენი ნაწილს და ეს მეტაბოსი კი იცით რა უცებ ზომას დააყენებ ძალიან კაი რაღაცა. აი იმენა იზი არის რა გიმარტივებს საქმეს აღარ გჭირდა თან დღეს არამაზა არ ამყავს ეხა გამიგიჟდება რომ მოვა რა გაიკეთებიაო. და თქვენც დაგარწმუნებთ რომ ამაზეს გარაშიც ძალიან პროფესიონალია. არა ესეც 7 იქნება კაცო ეს არის 106 ეს ამოცდება ზევით ცოტა აქ ცოტა მეტი არის თან. ხოლმე 108. ყველაზე 108-ს გაუშვებ ყველგან. ამას რო გადაეგება ის ცოტა აცდება რა. 108-ს გაუშვებ საშუალო არითმეტიკული და ამაზე მოვყვები დაბლებს. აი ხა ორი ტრუბა კვადრატი ამას დაიჭერს. რატო არ დაიჭერს? სილიკონზე. სიმაღლეზე სამები გავუშვა ჯობია. სამიც ეს. არა, შუაში სილიკონს ვდურთავთ, მაგრამ სილიკონი ბევრი მოუვა და უნდა 3 ტრუბა კვადრატი. თუ პროსტა მივასვა ეს. წებოცემეტით. არა, სილიკონით არ იზავს. თუ მიასვავ რანაირად იზავს. პროსტა ხო. ტრუბა კვადრატის გარეშე.
ასა დაწვა, სილიკონი დაიჭერს. Просто რითი დავამაგრო მე. Короче, მე მინდა 3 ტრუბა კვადრატი ზომით 218-ები. Ну, 218 даже უფრო ნაკლები რა, აქამდე რა თქმა 215-ები. Კაი, 3 ტრუბა კვადრატი უნდა გადავჭრა 215-ებზე მე. დავამაგრო ხა დუპელით ამაზე. აი რეკ შევაწურუპო ამაზე. ხა. მოკლედ ამე ვჭრი, იმიტომ რომ მე დუპელი გაუშვა და დუპელით დავამაგრო რა. ლაზერზე გავასწორებ მე აქეთ ამ ხარეს იქამდე და ხეებს ან რაღაცებს დაუდებ რომ იქამდე გააჩეროს ის და მოსჩა. ეს ის ეყოფა რა მაგ ხელა მანძილზე რომ შევიდეს და გააჩეროს. ჯერ ეს შევა მე აქედან გაზურება ეს და ბოლომდე გავხვრიტავ ხა ამას. ეს მაგრამ მე ცადე ერთი რა დავწვალობ. რატო უწვალობ იმითი? როცა ეს მაქვს ახლა რა მართლა ვერ ვიგებ ხო. იქ დააყენე იმაზე დრელზე. და რო ჩაიტან იმას წვრილ დირკას დაუტოვებს ამას განიერს და ეგ არის. ბოლომდე მაგდენზე ჩავა. მე ქახნული არის. მაგიზე და თუნი ვაკეთებს ეს მაგარი წველი არის, მაგით ვაკეთებს. სილა აქ ვიზა რომ წყალიც რო ჩავიდეს აქ არ ჩადგეს მიხვდი ამას გამოვუყვებ სილიკონის დღლაწან 2 ტონა ნახევრიანი სილიკონი რა აი ესე ჰაერები სადაც აქვს და ვიდა გიორგა ამას ახლა ვინ გაიკეთებს ხელოსანი მოვა და აადებს აგიზე და ქარხანა დამამზადებელი თავიდან ახლა უნდა ისწავლო სო ამაში წავიდა შიგნით რო არ შევიდეს დავვლო კარამაზას თუ რა ვეგასასწორებელი იქნება ვეღარ დგაასწორებს გაასწორებს შიგნით რო არ მოგროვდეს შეჩემა წყალი ეხა ეგ შევა აი დროს მოხდი რა მოსარი რა დავყვას გადაგვარჩინე იდი ნახუი რა დაგყვას ძალიან კარგადაც ვაკეთე მიხვდი რა მიხვდი შეხედეთ არა ბიჭო ო არა ბიჭო ეხა იმის გამოწევა და ჩამოგვისწრო იყო თქვენც დაგარწმუნოთ რომ ამაზეს გარეშეც ძალიან პროფესიონალი Вообще აგვირია მონასტერიში. Вообще დალაგებულები ვიყავი. ამას რაღაც ავსებდი. შიგნით რო არ შევიდეს. დავვლო კარამაზას თუ რა ვეგასასწორებელი იქნება. ვეღარ დგაასწორებს. გაასწორებს.
ეს 30 თვიანი სილიკონი რაღაც გავისროლე. ურა გამოვა. გამოწია. ისე კაიდროს ჩამოვიდა. მოვასწრო. საწავიდა რამდენიანი არმატურა უნდა შევაჭრო. რიგე ცირაუთ რამაზამა თუ წერი გაიკეთო სულ შევიდა ნუ არის შეგვუნათალებაში ესე იგი რამაზო ჩამოვიდა ჩამოიტანა იმერესიდან ახალი ტექნოლოგია ბეტონი თუ არასწორად დაგისხეს და ყველა ფული გადაიხადეთ და მაინც დასხეს ბეტონი ძალიან მარტივია ნახე პრინციპი ხვრიტავ დუპელები ვაფშე ფული აღარ გინდა არმატურა 10-იანს ხვრიტავ 10-იან არმატურას შორს შეხვიტავ შეარჭობ ეს ზედმეტობით ლაზერს გვერდიდან დავუდებ ზუსტად აქედან გაასწორებ მაგრამ ბიჭო შეგვიძლია ჩვენა კიდე შევწიოთ რამაზა ცოტა იმიტომ ნახე იქ რამ ხელა ადგილია და მაგას მომხო ეხა ესო წავიდეს შეიძლება ცერაოთ იყოს მაგა გეუნები და აქა მეორე ტრუბა კვადრატს რომ დაუდეთ და ის სამკუთხედი ჩავა და ეს ხوار გავასწოროთ დაბლიქა აი ამაზე მაქსიმუმს ვეღარ მიწევ აი ეს მიხვდი და ავყვეთ მენე ზევიდან იმიტომ ამაზე მეც ხა ამას ვეღარაფერს ვუწევ აქ რა უნდა გაასწორო მაგ მუცელ არა ეგ ხო აი აქ უნდა მონაირი აქ მოუგოუსინჯა სამკუთხედი ის რო აქ კუთხე გაკეთა კუთხე იქ განოლდა და სიო მაშინ რა ვიცი ეკონსტრუქცია წავაწყოთ ერთმანეთს დავაკავშიროთ მე ვითხარი ხო და ერთიან გლა და გავა გამიში განაღება ეგრე ჯობია რა უნდა გაგიჭირდეს ამებს გადავიხებ რო ესე იგი კონსტრუქცია გამზადდა ყარი კონსტრუქცია ზუსტად გასწორდა კუთხე აქვს გასწორებული ეხა ამაზე ამ სიმაღლეებს მეტრი და 8 თუ 18 108-ად დავჭირთ რომ აქ რო დაეგება მე ის გადმოედოს 108-ს გამოვყვებით აქ ორივეგან ხო 108 არის ბეტონი აქ აიქ უწევს არა 108 ეგ არის ეს არის PVC პანელი რომელიც ეს არის შპინდელის ხერხი და უნივერსალი თავი გვიყენია და არც ერთ ვარიანტში არ უნდა დაგვიწყას აქ ეს უნდა დავიწყოთ ესე ალბათ. არა, აქ მაღალი არის. აი ეს. ეს გახე გოიდათო. ახდები რა ხეძღენის ამას აქ უკვე არის. მაგარი შპინდელის პირი არის. ოიმე გამო აუ კარგი ენდი რა არა 4 არა 2 ხო 2
ორი მარა რატომ აქოვია? იქ წავამე. ნაკარქი არა. გავზედაც გინახოს ისო. ერთი გავასწოროთ და მიყვება ეგრევე. ახლა გინა თუ არ გინა ეგრე გაყვება მაინც ეგება. უზომე რამდენი გვინა და ესენი მე მგონი აი ეხება მთლიანად რამაზა. ამას აქ შიპები და ერთმანეთში ესეჯდება. იმენა. ცოტა წვალება კი მოგვიწევს. გამაგიოს ეხება. არა ჩანს. გამოჩნდა? ჰა? შურბზე ვაპირებდი, მაგრამ სილიკონზე ტყუილი დროის ხარჯვა არის შურუპი და ხრეტა. ამიტომ პროსტა ადებთ და არ ამოძრავებთ რა, ესე და ძაკ. აი. იმენ ეს ხო სწორი არის. თავის წებოვნება აქვს და მიიკრობს ეს. მერე ვაპირებ ეს რომ გამაგრდება უკვე კაფი რომელიც არ დიდდება გამძლე აი ეგ ჩაუსხავ ბოლომდე არ იყოს და რა ნაწილს დარჩა მერე უკვე წებოცემენტით აქ რო გადაეგება ამაზე წებოცემენტი რომ ბევრი არ წავიდეს დარჩა ვიყაროს და ამაზე უკვე წებოცემენტით წამოვა ქვევიდან ამოერტყმევა მერე უგოლნიკი რო წყალი არ შეიტრიალოს და იღავი ასე იღარა Кепичи, да. Вообще не ударби. Це вот так, именно, дидрули. უშურუპად. Შური მოიგონეს მასონება, რომ ხალხი ეკონტროლებინათ. ტრავეტინი. აქ ხო ეს გამსხვილდა ეხა. და ეს ფილა 30-იანი. აქეთ-იქით ზუსტად ჯდება. აქა ძიამა ლედი. ქვეითა დათოს ვენაცვალე. ესე დაანათოს. თლიან გამოყოლებაზე რა. არა, არა. ეგ ვაფშე ეს აქ შეჭამს ამას, აქ ლედი იქნება სილიკონი, წყალს აღარ შეიტრიალებს შიგნით. წყალგანძლედი იმენა გიჟივით. ამას ესე უნდა ჩაჭრა აქა, რომ ეს შევიდეს ამის უკან. მაგას ჩაჭრი? არა. ჩაჭრა გირჩევნია. არა, აი ეს უნდა ჩავა ეს უნდა ჩაიჭეს ზუსტად ამის წიში და აქ. ესე ძაკ, ესე მიჯდება ბოლომდე რა. ვწიბოვციმენტა. გამოიმენა ტრავერტინული. მეორეს მოუხდა ძალიან მოძრა. ო, და იქაც ეს უნდა ჩავაყოლო რა. იქ ტყუილა ვატრაკებ იმ სილიკონს წაუსმევ მეთქი. ტრუბა კვადრატები. თან იქაც ის არის. დაბლა რამე ფიცარს დაუდებ რომ დადგეს. წავიდა მიალაგე და აი ეს საათში მზად არის რა. დაახლოებით ესეთი გამოდის. ესა აქ ტრავერტინი წავა უკეს რომ გამსხვილდა ამის ჩაჭრას ვაპირებდა რა ხან ამის ჩაჭრა აღარ მომიწევს და აქ ლედი მithხოვი ჩემზე მეტი ეს გაჩვენეთ ახლა პატარა ზედიაში ეს დაგშვიდება აქ ალბათ 2 კვირა და 2 კვირა ვერ გაწვალთ დაახლოებით ისა გიხსენით სილიკონმა რავი ისაქნა არჩი ნუ ქარზე გავტესტავთ ახლა ქარზე სპეციალურად იქით კუთხეს დაუტოვებ რომ ქარი შეუვარდეს თუ გადმოყრეს აქეთ აბა ნახავთ რა ეს იგი კაი გამოვიდა. რამაზე აღარ ჩავაჭრათ ამას, ჰა. ამას. ესე არის იქითა და ესე არის აქეთა. ეგ ვაფშე მაგარი მექანიზმი არის. იქაც მაშინ ეგრე ავიღოთ და იმენი წგავ დაბლა დაუდოთ. ახლა გავთვლით, ვიდრე რომ გადაგებული გვაქვს. რომ ისე გავაკეთე. მაგზმოზე ზუსტად ერთი გასწორდა და წაყვა რა. ესეც პიზდეცი არის ეს. ამას კუთხეების ჭრა უნდა. მოგეთ გუშინ დაგვაღამდა მეორე დღე გაგზელებისა. ესენი აქეთაც დავამაგრეთ, იგივენაირი პრინციპით ვაკეთებთ. შეარჭი არმატურა დაადუღე ტრუბა კვადრატი და გააკეთე ზევით ნახთვის წყალობა დავით. ესენი კაფით ამოვავსე.
ზედა რა წებოცემენტიო წაესმა მე დაეკრობა და შიგნით აღარჩავა. თან სიმყარიც კარგი არის. დანარჩენი ვადუღებ რა. ჩხირითა ვერ ვიტან ჩხის. სილიკონმა როგორ დაიჭირა? ეხლა არ მინდა დემონსტრაციულად ამოვცხო ფეხი თორე. განახები, არა. ნახე, მოდი, ახლდან. ეს არის დასვარკებული რა ტურო კვადრატი. ტურო კვადრატს ამოძრავებს და რავი ეხლა. სვარკა უფრო მარტივად აძროვა ვიდრე ეგ სილიკონი. და უზდოვრი რა ვიყიდა და უზდო. ძალიან სიგრძეზე მივყვებით აქეთ 115-ები უნდა ბევრი რა. ხოლო განახეთ ეგ უცებ შეივსება იდეაში. ავიდა. კრისა იმენა, კატა კრისა გიგია. ნუ წამოდი ტობოსი განახო გინდა. ტობოსასთან იძმა კაცებ. საიდან მოხვედი მოდი აქ. შენც ჩემი სარჩენი ხარ მოდი. საადმენი ხარ ჩამოვიდი, არ გადახვიდე გადადი უკან ბიჭო, ამას ჩამოიგრევა. არ არის გამოგრებული. მოდი. არ დამკაცრო რა. მოკლედ და კონკრეტულად. დაბლა ის კი დასვარკავებული არ არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დადებული იყო სისწორეზე. ნახე რა, დიგ. წამებში. ხო და. ეხლა შეფუთო კუთხე გაუკეთდება უგოლნიკი. და მარტივი არის რა, მთავარი ეს თავიდან გაასწოროთ. მერე მიდის ლიცინით. მე მგონი მოუხდა. ძაღს უყურებს, პირიქით აქეთ ძაღს. აი, მენდი არ დაგლიჯოს, გაიწიეჭ. ვერც გაიგებს ის რა უკმინოს. წადი მაგასში. რაც შენ ბეჭვი გაქვს, მაგდენი წლისაა ეგ, გადი. დაბლა ეხა მეტყვითო დაჟმოტეო, მაგრამ არა. აქ ესე, აქედან ესე ბეტონი მოდის, თხელი ბეტონი, აქამდე. ეს არის მაღალი ტერასა, სადაც მიწით გაივსება და იქნება სიმწვანე იგივენაირად, რომ ამასთან ლამაზია რა. ხშირი არ იქნება, აქ იქნება, რომ უკან ესეც გამოჩნდეს და წინ პატარა სიმწვანე. ესენი ხა აქ სანერგიჯიშები არის, გამომყავს აქა. ესე გადმოვა მერე შეიკრიჭება, გადმოვა აქეთ. აქაც ეგრე იქნება რა, აქ ეს ხეები გამოვა. დანარჩენი 1 მომაჭრევინეს, არა, 4 მე დავჭერი ხა ასე. ბიჭო, ეყოფა რა მას, იქაც ეყოფა ჩემი არ. აი ეს იყო, აბა წარმატებულ გაკეთებას გისურვებთ. ვისაც გინდათ როგორ კეთდებოდა, ძალიან მარტივია. მდიდრების სახში რო ხედავთ ხოლმე, არაფერი, ისევ ჩვენი ღარიბების შრომა არის იმათ სახში რა. დაასაბსკრაიბეთ ვიდეო, გამოიწევთ ახი. მადლობა ბეცო სპორტს კიდევ ერთხელ, როგორც შეგვიდგას, ჰოსტს და დომინოს. ავეთი.